ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სირცხვილად და უბედურებად. არა, დაუბრუნების შეთანხმების გამახსენდა მაკიაველის მთავარი, მას აქვს ერთი თავის ნაწარმოებში, უნდა დაიცვას თუ არა მთავარმა ციხესიმაგრით თავის საკუთარი ხალხისაგან. ძალიან ნიშანდობლივი სტატია და თუნდაც დაინტერესება ალბათ გადახედავს და მაკიაველიც კი მიდის იმ აზრამდე, რომ ციხესიმაგრეს თავისთვის აზრი არ აქვს. პირიქით, ის თავარი, რომელსაც არაშორებს საკუთარი ხალხიდან გალავანი და დაცვა ახლოს არის უფრო ხალხთან მეტად არის გასული, ვიდრე ის, ვინც ციხესიმაგრეს შიგნით ქალაქში იშენებს. ვის უშველა? გოგა ერთად გავაკრიტიკოთ ბატონიკობა, თქვენი ბრალია, შემოყობა ეს 2004 წელს ეს უნდა გეთქვა და არ გააკეთებდა, მაგრამ ამხელად არ ჩაიყრებოდა, მაგრამ ყურობა იქეთ ეს 2004 წელს, როცა დავით 2004 წელს იანვარში დაიწყო, თებერვალში მე ოპოზიციაში გადავედი. ყურობა მაშინ გეთქვა მაკიაველი. ეს საყვედური უფრო ჩემთან არის, ვიდრე ყურობა. ეს მე არა, ყურობა იქეთ უფრო. უკვე ჩემთან არის. არა, შეთანხმების მაშინ მთავრობამ სწორინაბით მაშინ არ მქონდა მე საპრეტენზიოდ არ ვიცოდი ამ პირველად ნახე შეთანხმების ეს ციხესიმაგრე გულწრფელად მისცა და მაშინ პირველ ნაბიჯი მახსოვს რევოლუციით მოსულთა რომ გაგედა მოხსნა ღობე კანცელარიას და პირიქით სწორი ნაბიჯი გადაიწყო და ამე მართული და დღეს ჩვენ ვიხილეთ ციხესიმაგრე თუმცა ეს არ არის მთავარი მე მგონი მთავარია სადაც თავიდან იქცახედეთ კი ბატონო, უნდა იცოდეს რომ ესე ვერ დაიმალება ჟირაბების ესე განლაგებას ვიცით და იქ მოხდებით ესეც უნდა იცოდეს ამოსაშლელები კი ბატონო უნდა ვიცოდეთ ხო გახსოვს იდეა ჯორო იყო რა იმის დასასრული ხო გახსოვს რომ საკუთარი ხოდით ვისაუბროთ ჩვენ სამოქმედო გეგმაზე სამოქმედო გეგმა გავაცანეთ ჩვენ საზოგადოებაზე მე ალბათ თუ დაგჭა ამერიკის არჩევნებსაც რომ შეეხოთ ალბათ არ იქნება ამით უნდა დავიწყოთ შეიძლება ამით დაწყება ეს არის დემოკრატიული გადატრიალება მსოფლიოში. მე მინდა გითხრათ, რომ საშუალება მქონდა უკანასკნელი თვის განმავლობაში ძალიან ფართო ინფორმაცია მქონოდა ამასთან დაკავშირებით და ჩემი თვალით მეყურებინა რა ხდება, ეს იყო დიდი მოლოდინი მთელი მსოფლიოში. დიდი მოლოდინი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა, რომ ბარაკ ობამა აირჩია ამერიკის საზოგადოებამ პრეზიდენტად. ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი მსოფლიოს ყველა კუთხეში, მსოფლიოს ყველა რასაში, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. რომ ამიერიდან ამ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ჯგუფების თუ რაღაცა ჯგუფთა ინტერესების პრიმატი. არის პრიმატი ადამიანის, არის პრიმატი მომავლის, არის პრიმატი დემოკრატიის, არის პრიმატი თანასწორობის, რასობრივი თანასწორობის, საზოგადოებრივი თანასწორობის. ეს ძალიან დიდი ნიშანია. წარმოიდგინეთ, ჩვენ საქართველოში მიჩვეული ვართ, არის სახელმწიფო რესურსი და ეს ყველაფერი რაღაც ისეა მიღებული და ბუნებრივი აღარ ასწავლებენ. ეხლა ბუშის ადმინისტრაცია და თქვათ რესპუბლიკური პარტია რა ძალასაც ფლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეხლა მე ვფიქრობ ამაში ეჭვერავის არაფარ მიუხედავად ამისა, ესე იგი არნახული გამარჯვება მოიპოვა ობამამ. არნახული დაინგრა მთლიანად მითი, რომ რაღაცა კლანები და რაღაცა ფინანსური თუ სამხედრო ინტერესები მართავენ ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას მართავს თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, მოქალაქეების თავისუფლება, საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი ქვეყნის პატივისცემა და საკუთარი ქვეყნის მომავლის პატივისცემა, რაც აბსოლუტურად დათრგუნულია საქართველოში და მე მინდა გითხრათ, რომ უამრავჯერ აი ძალიან სამაცნო მდგომარეობაში აღმოჩნდი საფრანგეთში ძალიან ხშირად იმეორებდნენ გორის კადრებს. იყო სპეციალური გადაცემა, სადაც კუშნერი რომ მიატოვა ამ კურდღელმა. ესეთი რამე ხო არ ახსოვს თანამედროვე ისტორიას, არ ახსოვს რომ ადამიანი და მე არ შემიძლია რომ დღეს აი იმ ფონზე, როდესაც ეს სამარცხვინო კაცი გამოდის ტელევიზორში და კუშნერმა რა ქნაო და იმ ევროპამ რა ქნაო და მე იქაც ვთქვი არაერთხელ და ყოველთვის ვიტყვი რომ ქართველებს არ დაგვავიწყდება. არ დაგვავიწყდება ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადადგა ევროპულმა თანამეგობრობამ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა და მისმა ლიდერმა ამ ეტაპზე საფრანგეთია. როდესაც მათი აქ ჩამოსვლა, მათი აქ ყოფნა და სხვა პრეზიდენტების, ვინც ამ დროს ჩვენთან ერთად იყვნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა ქართველისთვის, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ ევროპა უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობას, მის მომავალს, ერთგულებას, დემოკრატიისადმი, სიმართლისადმი, პრინციპებისადმი და არა ეს უპრინციპობა, ეს ტოტალური წვილი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, ჩემ და საუბედურო და ცხოვრების უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირში ვიცხოვრე და ეს იყო ტოტალური წვილის ქვეყანა, ტოტალური წვილის ქვეყანა და ბოროტების იმპერია წვილა არ დაერქვა.
საქართველოს იმპერია კი არა, საქართველოს სახელმწიფოც აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენი ბედი წდება ჩვენს გარეშე, ჩემო კარგებო. დღეს ყველას ყვითავს საქართველოს ბედს და მის მომავალს, მის ტერიტორიების საკითხს თუ მის მოწყობის საკითხს ჩვენს გარდა, ჩვენ არ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალთან და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ჩვენ თუ ამ სიმართლეს თვალი არ გაუსწორებთ, ჩვენ თუ არ მივხვდით რომ განგრენა გჭირს ჩვენ გჭირს ავადმყოფობა, რომელიც მოსპობს ამ ქვეყანას და რაც უფრო მალე განთავისუფლებით ან გავიკურნებით ამ ავადმყოფობისგან, მხოლოდ ეს არის ჩვენი საშველი და მე მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს იქ არ იყო, რომელიც რაღაცას ერიდება, რომელიც დათრგუნულია, მე მესმის აგვისტოს იმ კოშმარის მერე, რაც ჩვენ ყველამ ერთად გადავიტანეთ, ძალიან ძნელია დღეს, ასე ვთქვათ, გუნდზე მოსვლა, მაგრამ ხსალზე არა გვაქვს, ჩვენ თუ არ განვიკურნეთ ამ საშინელი ინფექციური ავადმყოფობიდან, რასაც ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი ქვია, ჩვენ მომავალი არ გვიწერია და ნუ, რა ვიცი, დანარჩენი საზოგადოება და ხალხმა გადაწყვეტოს. მე უბრალოდ ამასთან დაკავშირებით მართლაც ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. რეალურად დამტკიცდა, რომ ეს დემოკრატიული ქვეყანაა, მართალაც ამ ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებები ბუშის ადმინისტრაციის ქმედებებმა ეს ქვეშ დააყენა და ამერიკის ავტორიტეტები ძალიან დაეცა. საქართველოში გაფრთხილეს უბრალოდ ფერქვეში. ქვეყანაში მე თვითონ მახსოვს, როგორ მიწევდა საპროტესტო აქციების მოწყობა ამერიკის საელჩოსთან. ჩვენთვის რომ მე ეკითხათ 1-2 წლის წინ რომ ეს მომიწევდა, არ დავიჯერებდი, იმიტომ რომ ამერიკა მართლაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მეგულებოდა როგორც იმედი, ასე ვთქვათ, ქვეყანაში დემოკრატიის შენებობის და მისი ტერიტორიულობის და დამოუკიდებლობის დაცვის, მაგრამ სამწუხაროდ ადმინისტრაციამ რომელმაც აქცენტი გააკეთა არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან სიცრუეზე და ცინიზმზე და მონახეს ასეთი კაცი სააკაშვილის სახით ამ ქვეყანაში და მანზე გააკეთეს აქცენტი და მიუხედავად სახალხო აზროვნებისა ბოლომდე გადაეფარნენ მას ფაქტობრივად ვერ მოიპოვეს ამით რაც ხალხის ხარდაჭერა და სიყვარული და სამწუხაროდ დაკარგეს ავტორიტეტი და ეს ძალიან დიდი რამ მოხდა ცნობილი ამბავია რომ სააკაშვილს ჰქონდა მაკეინის გამარჯვების იმედი მართალია მას არ შეეცხოვა რომ მეორე დღეს სულ საპირისპირო რომ განეცხადებინა და უწიფარი კაცია და მაგალითად დღეს საცირკო სანახაობა დადგა vicom este dazarevultan mivida da ნიანგის კრემლები გვარა ერთი წლის თავზე წარმოიდგინე ვერ დაახსენდა როდესაც დახმარება ნამდვილად ჭირდება იმ ოჯახებს რომლის შესახებაც ხვალ იქნება თქვენთან სტუდია მონიტორში გადაცემა იმ სამი ადამიანის თაობაზე რომელმაც უძიმესი პრობლემები მიიღო და სიცოცხლეებით ასე ვთქვათ ძვლები გადაუნტრიეს და დღესაც ვერ არიან გამოჯანმრთელებულები ამ ხალხის მიმართ არაფერი ასე ვთქვათ თანაგზნობა არ გამოუხატია და საერთოდ მისვლა და ნიანგის კრემლების ღრა კი არ არის საჭირო გლიცერინი ვაგნერი და გლიცერინი ორი ძირითადი კომპონენტი რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში დამნაშავე უნდა ყავდეს დასჯილი მაგრამ ოცა დამნაშავე შენ თვითონ ხო ხარ ხომ დაჟის სხვა როცა ბრძანება შენ გაეცი ხალხის დარბევის შესახებ როცა კვლელობის ასე ვთქვათ უცდელობის თავზე შენ გაეცი ბრძანება ბუნებრივია შენ ვერ მიხვალ იმ ადამიანს და ვინც რეალურად დაძრავდა ასე რომ მე არ მეკვირს ხო ბაგან სუბელიანს ქონია სლაცები მაკეინი ნომრად და ეხლა ეძებს ეხლა სასწრაფო ობამა შეცვალეს როგორია 100000 მაგრამ ხო 100000 არ ამჩავს ესე იგი ბიუჯეტიდან საკმარის სახსრები და ალბათ 20000 ბიუჯეტში აღარა აქვს 20000 გადაეცა შეიძლება ბუშის ქუჩა ესე იგი ობამას ქუჩად გადაკეთდეს მაგრამ გაგრძელდეს იქ მოსახლეობიდან ობამას რატომ გვახარებს ჩვენ სოფლიოს ახარებს ეს წარმატება ბარაკ ობამასი ჩვენ გვახარებს იმის გამო რომ შაშა როდესაც საზოგადოება იდგა ერთად საზოგადოება იყო გამოსული ქუჩაში რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხარდაჭერა სააკაშვილი ვერ შეინარჩუნებდა ის ჩვენ არ მოვედით ობამას ადმინისტრაციისგან რომ ის ჩვენ გასაკეთებულ საქმეს გააკეთებს და ის ასე ვთქვათ მოხსნის სააკაშვილის სხვა დანიშნავს არა ეს არ გვინდა ჩვენ გვინდა რომ ქართულმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება უბრალოდ ასეთი ქვეყნის მთავრობამ რუსეთი იქნება ამერიკა სხვა ხელი არ შეუშალოს და წინ არ აღუდგეს ხალხის ნებას თუ მეგობარია ამ ქვეყნის ვინმე ქვეყნის მეგობარი იყოს ხალხის მეგობარი და არა მისი ავტორიტარული ლიდერი აი ეს გვინდა ჩვენ და ამის იმედი გვაქვს და ამიტომ ვართ დღეს გახარებულები და ამიტომაც იქ შეკრებილ